გაგეცნობით, მე ვარ ნათია მახთაძე. საკრუიზო კლუბში ვარ 2018 წლიდან. და ჩემთვისაც ეს ძალიან დიდი აღმოჩენა იყო. რეალურად შემიცვალა ცხოვრების სტილი, დავიწყე უფრო მეტად მოგზაურობა და განსაკუთრებით კრუიზებით. და ასევე დავიწყეთ გამომუშავება. ეს არის იდეალური კომბინაცია, სადაც შეგიძლია შენი მოგზაურობა რეალურად აქცია შემოსავლის წყარო. დღეს ვისაუბრებთ ამ კლუბზე, როგორ შეიძლება გახადოს თქვენი მოგზაურობა გარანტირებულად შეღავათიანად, იმოგზაუროთ უფრო ხარისხიანად და კომფორტულად და პლუს გაქვთ შესაძლებლობა რომ გამოიმუშაოთ რეკომენდაციის სისტემით. ანუ ეს კლუბი დაარსდა ზუსტად აი ამ მიზნით, ხო, რომ ყველასთვის გახადოს საკრუიზო დასვენება, კონკრეტულად ხო, საკრუიზო დასვენება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ძალიან ბევრი ადამიანია, თუნდაც ჩვენს გარშემო, მარტო საქართველოს რომ ავიღოთ, მსოფლიო მასშტაბითაც ძალიან ბევრი ადამიანია, რაღაც 97% მსოფლიო მოსახლეობის ვერ მოგზაურობს კრუიზებით. იმიტომ რომ ანუ ძირითადად ხალხს არ აქვს ფული საამისოდ და არ აქვს ინფორმაცია თუ რამდენად უფრო შეღავათიანია ვიდრე სახმელეთო მოგზაურობა, რამდენად უფრო კომფორტულია, რამდენად უფრო ხელმისაწვდომია. ამიტომ ბევრი ვერ ახერხებს, ხო? აი მარტო საქართველოს რომ ავიღოთ, ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც კრუიზში არის ნამყოფი, ხო? ჩვენს გარშემო არც ისეთი პოპულარულია იყო, ეხლა ბოლო პერიოდში ჩვენ შევუწყეთ ამას ხელი და საკრუიზო დასვენება უფრო მეტად პოპულარული გახდა საქართველოს ბაზარზე, მეტად ტურსააგენტოებმა დაიწყეს კრუიზების გაყიდვაც, რადგან წარმოვიდა ცოტა ინტერესი. ხო, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ზედმეტი არ გადავიხადოთ და ვიმოგზავროთ შეღავათიანად, კლუბი გვაძლევს იდეალურ შესაძლებლობას, რომ საწევრო დაგროვებითი სისტემის მეშვეობით დავიწყოთ ჩვენ მოგზაურობა. ხო, არ გადავდოთ მომავლისთვის, არ დაგვრჩეს ოცნებად, რომ ოდესღაც შევძლებთ მოგზაურობას. ჩვენ აქ რეალურად ჩვენი ოცნებები შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ. რაც შეეხება თვითონ კლუბს, კლუბი დაარსებულია 2015 წლიდან, უკვე საკმაოდ დიდი ხანია ბაზარზე არსებობს, 10 წელია. ის თანამშრომლობს 14 უმსხვილეს წამყვან საკრუიზო ხაზთან მსოფლიო მასშტაბით, ხო, ეს არის ყველაზე გიგანტური, ყველაზე მსხვილი საკრუიზო ხაზები და მათთან გვაქვს პირდაპირ ხელშეკრულებები დადებული და ამ ხელშეკრულებების თანახმად ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ თვითღირებულებით, ხო, ანუ არ გადავიხადოთ ზედმეტი ტურსააგენტოებში და შევიძინოთ კრუიზები პირდაპირ საკრუიზო ხაზებისგან. ჩვენ ბაზაში გვაქვს, ანუ თვითდაჯავშნის პლატფორმაზე გვაქვს 21,000-ზე მეტი კრუიზი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პირადი ტურსააგენტო გაქვთ, თქვენ თვითონ ირჩევთ, სად გინდათ, როდის გინდათ, რამდენდღიანი კრუიზი გინდათ, რომელ საკრუიზო ლაინერზე გინდათ, რა პირობებით, ხო, რა ტიპის კაიუტა გნებავთ და ასე შემდეგ, ხო, ანუ არავიზე არ ხართ დამოკიდებული და პლუს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ვიხდით დამატებით ტურსააგენტოების მარჟას, ხო? ზოგადად მსოფლიო მასშტაბით კრუიზები იყიდება ტურაგენტების მეშვეობით. სადღაც 80-90% ყველა საკრუიზო ხაზი თავიანთ ტურებს ყიდის ტურაგენტების და ტუროპერატორების მეშვეობით და როდესაც შუამავლების მეშვეობით რაღაცა შეიძენ, იქ ყოველთვის რაღაც დანამატ სიხდი, ხო, ზედმეტ სიხდი. ჩვენთან ეს არ გვაქვს, აი ეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება ჩვენი კლუბის წევრების, ერთ-ერთი მთავარი, ხო? რომ ჩვენ ყველა კრუიზი გვაქვს პირდაპირ თვითღირებულებაში გარანტირებულად, ხაზგასმო გარანტირებულად ყველაზე დაბალ ფასად, ხო, ჩვენ ამის გარანტიაც გვაქვს და ამასაც მოგვიანებით გავშლით თუ და გაინტერესებთ კონკრეტულად როგორ რა ტიპის გარანტია გვაქვს, ხო? და პლუს ამას დაგროვებითი სისტემა, რაც არც ერთი ტურსააგენტო შემოგთავაზებს, არც ერთი ონლაინ პლატფორმა კი არის სხვადასხვა საიტები, სადაც შეგვიძლია კრუიზები შევიძინოთ, დიდი ბაზა აქვთ, მაგრამ იქ არ გვაქვს ჩვენ ნელ-ნელა დაგროვებითი სისტემა, ან განვადების სისტემა.
თავაზობენ ტურსააგენტოებიც, ასევე ესეთი საიტები განვადებას, მაგრამ ეს უკვე ბანკებთან თანამშრომლობით და კარგად ვიცით, ხო, რომ ბანკებთან თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი თანხას დამატებით კიდევ პროცენტს ვამატებთ და უფრო ძვირი გვიჯდება ის კრუიზი, ხო, იმის გათვალისწინებით, რომ ვიხდით კიდევ დამატებით შუამავლის თანხას, პლუს ბანკის პროცენტს და ჩვენი მოგზაურობა იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ეს მისი თვითღირებულება. ჩვენი კლუბის ღირებულება კი არის ის, რომ ჩვენ აქ ნელ-ნელა წინასწარ საწევრო სახით ვიგროვებთ ჩვენ სამოგზაურო თანხას და ეს დაგროვება გვაძლევს კიდევ დამატებით 25%-იან ფასდაკლებას. 25%-დან, ხო, მოდი ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახის შეღავათები, გააჩნია ჩვენ ვიქნებით მხოლოდ კლუბის წევრი თუ ასევე ბიზნეს პარტნიორები. კურიზებთან ერთად ჩვენს პლატფორმაზე მოდი ბარემ გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ჩვენი პლატფორმა. შეგიძლიათ გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, თუ ჯერ არ გაქვთ რეგისტრაცია გავლილი, გირჩევთ რომ აუცილებლად გაიაროთ, იმიტომ რომ უფრო დეტალურად ნახავთ როგორ მუშაობს, ანუ რა პირობები აქვს, საიტზე ნახავთ სრულ ინფორმაციას კლუბის შესახებ. საიტი გადათარგმნილია 17 ენაზე, ნებისმიერ ენაზე შეგიძლიათ მიუთითოთ საიტი და ნახოთ ინფორმაცია, როგორც მხოლოდ წევრობაზე, მოკლე ვიდეო პრეზენტაციის სახითაც და ანუ აქ ჩამონათვალში წერია ზუსტად რა პირობებია, ასევე ქვევით ხშირად დასმული კითხვებიც არის და ამ კითხვებზე პასუხები გაცემული და ასევე პარტნიორული პროგრამის პრივილეგიები, ხო? შეგიძლიათ პრეზენტაციაც ნახოთ, 9-10 წუთიანი პრეზენტაციებია, დიდ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ მიიღებთ სრულ ინფორმაციას თუ როგორ მუშაობს კლუბი და რა შესაძლებლობები გექნებათ თუ გახდებით თქვენ კლუბის წევრები და ისარგებლებთ ჩვენი პროგრამით. რაც შეეხება თვითდაჯავშნის პლატფორმას, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს როგორც კრუიზების ძალიან დიდი არჩევანი, 21,000-ზე მეტი მიმართულება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 7 კონტინენტზე. კრუიზები დადის ყოველდღიურად, ანუ ზოგს გონია რომ რაღაც გემი შეივსება და მერე გადის, არა, ყოველდღიურად მსოფლიოს ნებისმიერი პორტიდან კრუიზები გადის დაახლოებით სულ მინიმუმ 8-10 გემი, ხო, ანუ სისტემატიური გასვლა შემოსვლა ხდება და ისევე როგორც ავიაფრენები, ხო, წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა რეგიონში საკრუიზო ტურები. პლუს ასევე ხო კრუიზებთან ერთად გვაქვს მეორე თვითდაჯავშნის პლატფორმა, ეს არის სასტუმროები და კურორტები. აქაც პირდაპირ მომწოდებლისგან გვაქვს ყოველგვარი შუამავლების გარეშე და პლუს ამას გვაქვს დამატებით 17%-იანი ფასდაკლება. ეს ძალიან დიდი შეღავათია, იმიტომ რომ Booking.com-ზეც, რაც არ უნდა დიდი ხანი იყოთ Booking.com-ის მომხმარებელი და მისი წევრი, მაქსიმუმ 12-15%-ია ფასდაკლება იქაც. ჩვენთან ფასები ან იგივეა, ან გაცილებით უფრო იაფია ვიდრე Booking.com-ზე. და პლუს დამატებით 17%-იანი ფასდაკლებით სარგებლობთ. დაახლოებით 350-400-ზე მეტი სასტუმროა ნებისმიერი ვარსკვლავის, ხო, ერთი ვარსკვლავიდან 6 ვარსკვლავამდე. და პლუს ასევე გვაქვს მესამე პლატფორმაც, სადაც შეგვიძლია თვითონ შევარჩიოთ და დავჯავშნოთ ექსკურსიები და ივენთები ნებისმიერ ქვეყანაში. აქაც სადღაც 400-ზე მეტი ექსკურსია გვაქვს და სახლიდან გაუსვლად სხვადასხვა პლატფორმებზე ძებნის გარეშე შეგვიძლია თვითონვე შევარჩიოთ და დავგეგმოთ ჩვენი მოგზაურობა ისე რომ არავის ზედმეტი საშუამავლო, ასე ვთქვათ, თანხა არ გადაუხადოთ, ყოველ ნებისმიერი პროდუქტი შეგვიძლია შევიძინოთ ჩვენ აქ თვითღირებულებაში და აი ეს ხდის ზუსტად კლუბის წევრებისთვის ძალიან როგორ ვთქვა, მომგებიან პირობებს სთავაზობს, ხო, იმიტომ რომ ერთი რომ დრო გვეზოგება, პლუს ასევე თქმა უნდა, როდესაც ვიცით რომ სისტემატიურად ყოველთვის შეგიძლია ფულის დაზოგვა, იწყებ ამ პლატფორმებით სარგებლობას. რაც შეეხება ჩვენი კლუბის წევრობას, ხო? ანუ ეს კლუბი არ არის გათვლილი მხოლოდ დიდრებისთვის, ხო, წარმოდგენა აქვთ, რომ ანუ ფული უნდა გქონდეს, რომ გახდე კლუბის წევრი და დაიწყო დაგროვება. არა, ეს კლუბი თავშიც ვახსენე, შეიქმნა ზუსტად ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს ფული
საკმარისი თანხა, რომ ადგეს და მთლიანად საკრუიზო ტურის საფასური გადაიხადოს $3,000-4,000, თუნდაც $2,000 ერთიანად და წავიდეს ოჯახთან ერთად იმოგზაუროს, ხო? ეს კლუბი გათვლილია ზუსტად აი ჩვენნაირი საშუალო დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს და რა თქმა უნდა, მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებზეც არის, ამიტომ რაც არ უნდა ბევრი ფული ქონდეს, როდესაც გააქვს შესაძლებლობა რომ დაზოგო და ის დანაზოგი სხვა რაღაცაში გამოიყენო, რატომაც არა, ხო? ამიტომ ჩვენ გვაქვს 3 პაკეტი, გვაქვს ყველაზე მინიმალური სტარტერის პაკეტი, გვაქვს საშუალო კლასიკის, სტანდარტული და პრემიუმ პაკეტი, სადაც გაცილებით მეტის დაგროვება შეგვიძლია და უფრო მეტი სარგებელი აქვს კლუბის წევრს. პირველი ეს არის $50-იანი, როდესაც გავიდით რეგისტრაციას, უბრალოდ გავხსნით $50 ანაბარს, ანუ ისეთივე სისტემა არის, როგორც კი ბატონო. ისეთივე სისტემა, როგორც ნებისმიერ სააბონანტო სისტემა გვხდება, ხო? ანუ ინტერნეტის აბონემენტი იქნება, სპორტდარბაზის იქნება, საკაბელო, ხო, არ აქვს მნიშვნელობა, ტელევიზიის კაბელი იქნება, ასე შემდეგ, ანუ ყველგან გვაქვს რაღაც არჩევანი, ხო, რაღაცის მიხედვით. აქაც ჩვენ შეგვიძლია ავუჩოთ ყველაზე ბაზისი $50-ით დავიწყოთ დაგროვება და უბრალოდ ყოველთვიურად $50 საწევრო სახით ვიგროვებთ ჩვენი კრუიზის საფასურს. ხო? პირველ ჯერზე ვიხდით $50 პლუს ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაივლის რეგისტრაციას ჩვენს საიტზე, არ აქვს მნიშვნელობა ის გახდება კლუბის წევრი თუ არ გახდება, ყველა იღებს საჩუქრად $50, ხო? 50 ბონუს ქულას, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სასტუმროზე ან კრუიზის ფასის შესამცირებლად. ხო, ანუ პირველივე ჯერზე $50-იან პაკეტზე უკვე $100 გაქვთ თქვენ სანაბარზე და შემდეგ გააგრძელებთ ყოველთვე მოგივათ ინვოისი და $50-ით შეავსებთ. კლასიკი, რა თქმა უნდა, უკეთესია სტარტერზე, იმიტომ რომ აქ უკვე ყოველი ჩვენი დაგროვილი თანხა გვიორმაგდება. წარმოიდგინეთ რა მაგარია, გადადებთ $100, გერიცხება 200, ყოველთვიურად გადაიდებთ $100, 200 გაქვთ, ეს გიზრდით თქვენ შესყიდვის უნარიანობას და ზუსტად აი ამ გაორმაგების ხარჯზე გაქვთ კიდევ დამატებით 25%-იანი ფასდაკლება იმ თვითღირებულებაზე, რაზეც უმეტეს ადამიანს მსოფლიო მასშტაბით არ აქვს წვდომა. ხო? კლასიკის პაკეტს ვიაქტიურებთ $200-ით, ანუ ხსნით $200-ით, ეს $200 ჩვენ სანგარისე ჯდება და პლუს $350 გვემატება საჩუქრად პირველივე ჯერზე უკვე 200-ის მაგრად 350 გვიზის ანაბარზე. პრემიუმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი გვიგროვდება კლასიკზე თუ $2,400 გამოგვდის წელიწადში 1200-ის მაგივრად, პრემიუმზე უკვე $6,000 გვიგროვდება, ხო? 250-ს ვაგროვებთ და 500 გვერიცხება. პრემიუმ პაკეტს ირჩევენ ის ადამიანები, ვისთვისაც, რა თქმა უნდა, უფრო მოსახერხებელია, რომ ანუ აქვთ შესაძლებლობა პირველ რიგში, ხო? და უნდათ რომ უფრო შეღავათიანად გამოვიდეთ მოგზაურობა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა გზები კრუიზის შეძენის, ამას მოგვიანებით გაჩვენებთ რა შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ აქ სახარჯოთ უფრო მეტი თანხა გვიგროვდება კრუიზისთვის, შეგვიძლია უფრო პრემიუმ კლასის ლაინერებზე შევიძინოთ ტურები, უფრო ლუქსი ნომრები ავიღოთ, უფრო ხშირად ვიმოგზაუროთ ხო ოჯახთან ერთად. თქმა უნდა, ამას საკმაოდ დიდი ფინანსები ჭირდება, ამიტომ აქ უკვე გვაქვს ჩვენ ამის შესაძლებლობა, უფრო გასაქანი გვაქვს, ასე ვთქვათ, არ შევიზღუდოთ რაღაც დაბალ ბიუჯეტიანი იაფი კრუიზებით, შეგვიძლია უკვე ჩვენ თვითონ მართლა ხარისხიანი კრუიზი შევიძინოთ. პრემიუმს ვიწყებთ $500-ით, შემდეგ უკვე ყოველთვიურად 250-ის დაგროვებას ვაგრძელებთ და პირველივე ჯერზე $300 გვემატება საჩუქრად, ასე რომ 500-ის მაგივრად პირველივე დღესვე უკვე $800 გვაქვს ჩვენ სანგარიშზე და თავისუფლად შეგვიძლია ერთი კრუიზი შევიძინოთ. რაც შეეხება სისტემას, ხო, ანუ როგორ შეგვიძლია ჩვენ ეს კრუიზები შევიძინოთ, ან ფასდაკლებები მივიღოთ
ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს პირველ რიგში შიდა ფასები კლუბის წევრებისთვის, ეს არის ექსკლუზიური ფასები, ექსკლუზიური ფასდაკლება. არ აქვს მნიშვნელობა დაგროვილი გაქვთ ჯერ თანხა თუ არა, შეგიძლიათ 21 დღით ადრე, ანუ 3 კვირით ადრე შეიძინოთ ნებისმიერი კრუიზი და იმ თვითღირებულებაზე ავტომატურად 17%-იანი ფასდაკლება მიიღოთ. და მოკლე პერიოდში წახვიდეთ კრუიზში, ხო? მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ დაგროვებითი ბონუს ქულები გამოვიყენოთ, ხო? რომ კიდევ უფრო შეღავათიანი იყოს და შევიმციროთ საკრუიზო ტურის საფასური 50%-ით, ამ შემთხვევაში ჩვენ კრუიზებს ყიდულობთ 90 დღით ადრე, 3 თვით ადრე. ხო, ეს არის ერთ-ერთი პირობა საკრუიზო ხაზებისგან, იმიტომ რომ ინკრუზესი ყიდულობს კრუიზებს 2 წლით ადრე ბითუმად, ერთიანად ყიდულობს საკრუიზო ხაზებისგან და ანუ ჩვენ წინასწარ შეგვიძლია ეს 2 წლის კრუიზები შევიძინოთ. შესაბამისად საკრუიზო ხაზებს აქვთ ის ფანჯარა, რითაც ისინი ანალიზებენ თუ რამდენი გაიყიდა, რამდენი დარჩა კიდე გასაყიდად, რომ ან ტურაგენტებზე გადაანაწილოს, ან დაგვიმატოს ისევ ჩვენ, იმიტომ რომ სტატისტიკურად ჩვენი კლუბი უკვე რამდენიმე წელია ზედიზედ ნომერ პირველი ხდება კრუიზების გაყიდვაში მსოფლიო მასშტაბით, იმიტომ რომ დღესდღეობით კლუბში 2 მილიონზე მეტი კლუბის წევრია, რომლებიც აგროვებენ თანხას და ეს არის ის სეგმენტი იმ 97%-დან, რომლებიც აქამდე ვერ ახერხებდნენ მოგზაურობას, ანუ საკრუიზო ხაზებს ახალი მომხმარებელთა ბაზა გაუჩნდათ, რომლებიც სისტემატიურად ჯავშნიან კრუიზებს და ესეც ერთ-ერთი, როგორ თქვა, ერთ-ერთი ის მთავარი ძირითადი პირობა არის, რატომაც საკრუიზო ხაზები გვაძლევენ ჩვენ კრუიზებს აი ესეთ ფასებში, ხო? ხშირად გვეკითხებიან ხოლმე თუ რატომ გვაქვს ჩვენ ასეთი დაბალი ფასები, რატომ გვაძლევენ საკრუიზო ხაზები შეღავათიან ფასებს, რატომ სარგებლობ დამატებითი ფასდაკლებებით, ზუსტად აი ამ პირობით, რომ ჩვენ საკრუიზო კლუბი უზრუნველყოფს საკრუიზო ხაზებს დამსვენებლებით, ხო? სისტემატიური დამსვენებლებით, რაც ნებისმიერი ბიზნესისთვის ეს არის ნომერ პირველი. ამიტომაც ხო აქედან გამომდინარე, ჩვენ ვყიდულობთ კრუიზებს 90 დღით ადრე, მაგრამ გვაქვს სიახლე, ვინც უკვე კლუბის წევრები ვართ, ძალიან სასიხარულო სიახლეა, ნოახლებისთვის ეს ჩვეულებრივად ინფორმაცია, ახალი ინფორმაცია, შეგვიძლია უკვე კრუიზები მარტის თვიდან შევიძინოთ როგორც 60 დღით ადრე. ამ შემთხვევაში ჩვენ 1 თვის საწევროს წინასწარ ვიხდით და შეგვიძლია ასევე კრუიზები ვიყიდოთ 30 დღით ადრე და ამ შემთხვევაში წინასწარ 2 თვის საწევროს ვიხდით და შეგვიძლია მოკლე პერიოდში წავიდეთ. ანუ შევამციროთ 90 დღე, არ დაველოდოთ 3 თვე და უფრო მალე გავემგზავროთ კრუიზში. ხო, აქ ჩვენ არჩევანი გვაქვს უკვე, რაც უფრო მოსახერხებელი იქნება ჩვენთვის, ხო, ან მოკლე პერიოდში არ დადეგები გვაქვს, ან შვებულება გვაქვს და ასე შემდეგ, შეგვიძლია ეს მოკლე პერიოდში შევიძინოთ ტური. და ჩვენ თვითონ შევარჩიოთ, რაც უფრო მოგებიანი იქნება, ხო, ჩვენი ბიუჯეტისთვის, ხო? ასევე 21 დღით ადრეც შესაძლებელია და ამ შემთხვევაში 17%-იანი ფასდაკლება გვაქვს, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ საკრუიზო ტურის ფასებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს პერიოდი, ხო, რაც უფრო ადრე ვყიდულობთ კრუიზებს, უფრო დაბალ ფასად შევიძენთ, ვიდრე ზუსტად იგივე კრუიზი შევიძინოთ 1 თვით ადრე. ესეც გასათვალისწინებელია, როდესაც ვყიდულობთ კრუიზს, თუ ჩვენ გვაქვს პერიოდი და წინასწარ დავგეგმავთ და დავჯავშნით, უფრო შეღავათიანად ვიყიდით. ასევე ფასი დამოკიდებულია, რომელ საკრუიზო ხაზს ავირჩევთ, ხო? არის, როგორც თქვი, ბიუჯეტური საკრუიზო ხაზები, არის პრემიუმი და ულტრა პრემიუმი, აქაც ფასები განსხვავებულია, ისე როგორც ავიახაზებშია, სასტუმროებშია ვარსკვლავების მიხედვით, აქაც იგივე სისტემაა, ხო? და ასევე სეზონი. ძალიან დიდი გავლენას ახდენს ფასებზე. ცხელი სეზონი ყოველთვის ძვირია, ცხელი სეზონი არის ზაფხული და შობა ახალი წელი. შუა პერიოდში გაზაფხული შემოდგომა ყველაზე იდეალურია. გაცილებით დაბალი ფასებია, ვიდრე ზაფხულის პერიოდში.
ხო, აი ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებ და სწორად დავგეგმავთ ჩვენს მოგზაურობას, გაცილებით შეღავათიანად ვიყიდით ზუსტად იგივე კრუიზს, ვიდრე აი ამ პირობების გათვალისწინების გარეშე. ეხლა როგორ ყიდულობთ, ხო, როგორ გვიგროვდება ეს თანხა და როგორ გამოვიყენებთ ჩვენ შემდეგ ამ დაგროვილ თანხას. რაც შეეხება კლასიკის პაკეტს, ხო, აქ მაგალითზე ხედავთ, რომ 5 თვეში თუ გახდებით კლასიკის პაკეტის მქონე კლუბის წევრი, 5 თვეში თქვენ გიგროვდებათ $600, მაგირად $1150 სახარჯო თქვენი კრუიზის შესაძენად. თუ მაგალითად კრუიზი ღირს $2000, ხო, პრინციპი 50-50-ია, ნახევარს ტურის საფასურის ვიხდით დაგროვილი და გაორმაგებული ქულებით, ანუ აი გაორმაგებული ქულებიდან ვაჭრით ნახევარს კრუიზის საფასურს და მხოლოდ მეორე ნახევარს ვამატებთ ჯიბიდან. ანუ იმის მაგერად რომ $2000 გადავიხადოთ ერთიანად, გვიწევს მხოლოდ $1000 გადახდა ერთიანად და ეს გაცილებით შეღავათიანია, რა თქმა უნდა, ვიდრე მთლიანი თანხა ერთდროულად ამოიღო ჯიბიდან და გადაიხადო, ხო? და ესეც ანუ გვაძლევს ჩვენ აი ამ შემთხვევაში ხო $2000 კრუიზს ვყიდულობთ ჩვენ $1500-ად. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ კრუიზები გვაქვს გარანტირებულად ყველაზე დაბალ ფასაც, ამ გარანტიასაც აგიხსნით. ხო, აი ვინ იცობა არც ერთ ტურსააგენტო ამას არ შემოგთავაზებთ, არც ერთი ვებ პლატფორმა არ შემოგთავაზებთ, რომ თუ ვინ იცობა თქვენ სხვა ნებისმიერ ოფიციალურ პლატფორმაზე, თქვენს რეგიონში ზუსტად იგივე კრუიზი ნახეთ. შედარებით იაფად, ხო, შეიძლება ვიღაცას აქცია ქონდეს ან არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ყოველთვის შეიძლება რაღაც სადღაც კიდე შეიძლება უფრო ვიღაცას რაღაც ფასდაკლება ქონდეს. ვინ იცობა თქვენ სხვა ნებისმიერ ოფიციალურ პლატფორმაზე ზუსტად იგივე კრუიზი, იგივე კაუტის ტიპი, იგივე ადამიანების რაოდენობა, ხო, ანუ ფასების სხვადასხვა კრიტერიუმით არის, ხო, სართულის მიხედვით და ასე შემდეგ. თუ ზუსტად იგივე პირობებით, იგივე კრუიზი ნახეთ შეღავათიან ფასში, აგზავნით ჩვენ მხარდაჭერის დეპარტამენტში, ასე ვთქვათ, გვაქვს ცალკე განყოფილება მხარდაჭერის სისტემა, სადაც აგზავნით ამ ლინკს, სკრინშოტებს უგზავნით, ხდება შემოწმება, ფასების შედარება და თუ მართლა ზუსტად იგივე კრუიზი სხვაგან გაცილებით იაფიღირს, თქვენ ინკლუზივი გაძლევთ იმ ფასში, რა ფასათაც ნახეთ, ხო, ანუ ფასს აკლებს და გაძლევთ კრუიზს იმ ფასში, რა ფასათაც ნახეთ და პლუს თქვენი დაგროვილი და გაორმაგებული ქულებით იღებთ კიდევ დამატებით 25% ამ ფასდაკლებას. აი ამას, ხო, აი ამ გარანტიას არავინ არ მოგცემთ, დარწმუნებული ვარ, რომ არც შეგხვედრიათ, ეს გარანტია გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ ხდება ხოლმე, ხო, რომ რომელიღაცა საიტს რაღაცა თავისი აქცია აქვს, რომ ამოყიდოს რამდენიმე ტური და აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის ვიცით, რომ ჩვენ გარანტირებულად მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასად შეგვიძლია ვიმოგზავროთ. პლუს დაგროვებითი სისტემა, არც ერთი ტურსააგენტო არ მოგცემთ ამ დაგროვებით სისტემასაც და ამიტომაც არის, ხო, რომ ბევრს უკვირს, რატომ მოგზაურობ და ასე ხშირად. ზუსტად აი ამ დაგროვების სისტემის მეშვეობით, ხო, ჩვენ ნელ-ნელა ვიგროვებთ თანხას, თან გვიორმაგდება. მივდივართ კრუიზში, კრუიზიდან რომ ბრუნდებით, ხო, პირველივე დღესვე გეწყებათ იმაზე ფიქრი, რომ შემდეგში საწახვიდეთ იმდენად სულხვა სამყაროში ხვდებით, იმდენად საოცარ ადგილზე ხვდებით, რომ თქვენ უკვე სახმელეთო მოგზაურობა, ხო, მაგალითად სასტუმროში ან კურორტზე ერთი კვირა გაჩერება უკვე თქვენთვის საინტერესო აღარ არის, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ნებისმიერ ადამიანს კითხეთ, ვინც კი კრუიზში არის ნამყოფი, მისთვის უკვე საინტერესო აღარ არის ესეთი ხმელეთით მოგზაურობა, იმიტომ რომ სტატისტიკურადაც 99% იმ ადამიანების, ვინც პირველად წავიდა კრუიზში, ისევ საკრუიზო მოგზაურობას ირჩევენ და ასეთი ამხელა სტატისტიკა, ამხელა შეფასება არც ერთ სეგმენტს არ აქვს ტურიზმში. ხო, აი ამ დაგროვებითი სისტემის მეშვეობიდან, როცა გითხარი, როცა ვამბობ, რომ იწვევს დამოკიდებულებას და გინდათ, რომ სისტემატიურად კიდევ დაბრუნდეთ კრუიზზე, როდესაც ტურსააგენტოში ყიდულობთ და ყიდულობთ ან სესხი გამოგაქვთ, ხო?
და ეს გაცილებით ძვირი გიჯდებათ ვიდრე ჩვენთან არის ეს ფასები. ამას წელიწადში 2-3ჯერ ვერ მოახერხებთ, ხო, რომ ასე ხშირად იმოგზაუროთ, თუნდაც ყოველწლიურად. და ჩვენ შემთხვევაში, როდესაც მივდივართ კრუიზში და გვაქვს ეს შეგრძნება, ხო, რომ კიდევ ახლა შემდეგში სად წავიდეთ, ხო? ანუ ეს ქვეყნები ვნახეთ, მოდი შემდეგი რომელ ლაინერზე დავჯავშნოთ, ან რა მიმართულება ავირჩიოთ, ხო, რომ ახლა სხვა ქვეყნები დავათვალიეროთ ერთდროულად. ჩვენ უკვე არ გვაქვს იმაზე სანერვიულო, რომ აი ახლა როდის მე 13 ხელფას დამირიცხავენ, ან ბონუს მივიღებ, ან როდის მოვაგროვებ კიდევ და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ნელ-ნელა ავტომატურად გვიგრძელდება თანხის დაგროვება ყოველთვიურად და ვიცით, რომ კრუიზიდან რომ დავბრუნდებით, რამდენიმე თვეში თავისუფლად შეგვიძლია კიდევ სხვა რომელიმე კრუიზი შევარჩიოთ, დავჯავშნოთ და რამდენიმე თვეში ისევ ხელახლად აღმოვჩნდეთ იმ გარემოცვაში და იმ გარემოში, რასაც კრუიზი ქვია, ხო? აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა წახვიდე ადამიანი ცხოვრებაში და მერე მიხვდებით, რომ აქამდე თურმე რეალურად არ დაგისვენიათ და არ გიმოგზაურიათ. რაც შეეხება პრემიუმს, ხო, აქ უკვე მაგალითზე ხვდებით, რომ გაცილებით მოკლე პერიოდში, ხო, 5 თვეში აქაც $2800 გაქვთ 1500-ის მაგივრად სახარჯოთ, ხო, უფრო მეტი გიგროვდებათ და უფრო მეტი გასაქანი გაქვთ, ხო, უფრო ძვირიანი კაუტის შეძენა შეგიძლიათ, ან რამდენჯერმე წელიწადში კრუიზის ყიდვა. ასე რომ არ გავჩერდები ამაზე, მაგალითს თვალნათლივ ხედავთ, ხო, აქ თუ 5 თვეში 1150 გიგროვდებათ, აქ $2800. და კიდევ ძალიან კარგი სიახლე მინდა გითხრათ, რომ მაგალითად თქვენ არ გინდათ, რომ 50% ჯიბიდან დაამატოთ, ხო? გინდათ, რომ სრულიად თქვენი დაგროვილი ბონუს ქულებით შეიძინოთ კრუიზები. ახლა ეს უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის. ადრე თუ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვის იყო, ხო, გარკვეული პირობებით შეგვეძლოთ ჩვენ და ეს აქციაც ივნისში მთავრდებოდა. ეს იყო დროებითი აქცია, რომ შეგვეძლო მთლიანად ქულები გამოგვეყენებინა და ჯიბიდან თანხა არ დაგვემატებინა. ეს დარჩა უკვე სამუდამოდ, ამიტომ ვინც ახლები შემოხვალ და რა თქმა უნდა ძველებისთვისაც ძალიან სასიხარულო ამბავია. კრუიზებს ესეთ შემთხვევაში ვყიდულობთ 9 თვით ადრე, ხო, ანუ წინასწარ გეგმავთ, ეს არის პირობა. და როგორც გითხარით, რაც უფრო ადრე იყიდით, უფრო იაფ დაბალ ფასებზე გაქვთ წვდომა, ვიდრე ზუსტად იგივე კრუიზი იყიდოთ 3 თვით ადრე. აქ უკვე წინასწარ დაგეგმავთ, დააგროვებთ ქულებს და აი მაგალითად, ხო, თუ კრუიზი ღირს $2500, ან არ აქვს მნიშვნელობა, $2000 ღირს, ხო, ისე 2500-ის მაგალითზე. გაქვთ დაგროვილი საკმაოდ ბევრი ბონუს ქულა, უკვე რამდენიმე ხანი ან პრემიუმზე ხართ და ნუ ერთ წელიწადში როგორც გითხარით 6000 ქულა გიგროვდებათ. კრუიზი ნახეთ $2500, ხო? ანუ ნახევარს იგივე სტანდარტული გზით, ნახევარს $1250 ვიხდით გაორმაგებული ქულებით. და მეორე ნახევარს $1250 იმის მაგრად რომ ქეშად გადავიხადოთ 2500 ბონუს ქულას, რომელიც გვაქვს გაორმაგებული კიდე დარჩენილი, ხო? ანაბარზე ჩამოჭრის შემდეგ იმას სისტემა აკონვერტირებს უკან, ხო? იმ გაორმაგებას აკონვერტირებს და გადაყავს ისევ იმ $1250-ზე და აი ამ გაორმაგებული ბონუსების კონვერტაციით ვიხდით მეორე ნახევარსაც. ანუ იგივე თანხა გვიჯდება კრუიზი, იგივე ფასდაკლება გვაქვს 25%, მაგრამ ჩვენი შეღავათი არის ის, რომ მთლიანად იმ $1250 ჯიბიდან არ ვიღებთ და არ ვამატებთ, იმას, რასაც ჩვენ ნელ-ნელა $100 ოდენობით ან $250 ოდენობით ნელ-ნელა ვაგროვებდით ჩვენი მოგზაურობისთვის და გვიორმაგდებოდა, იმ ნელ-ნელა დაგროვილიდან ვიხდით იმ მეორე ნაწილსაც, ხო? იმედია გასაგებია, ეს ძალიან მაგარი სიახლეა. ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა უკვე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ისარგებლებს ამით, იმიტომ რომ შეიძლება შენ გქონდეს იმის შესაძლებლობა ყოველთვიურად, რომ ნელ-ნელა გადადო, ხო, თანხა, მაგრამ ვერ ახერხებდე იმ ერთიანი თანხის თავის მოყრას, ხო? ან უფრო რთული იქნება $1000-2000 ერთიანად თავის მოყრას. ამ შემთხვევაში აი ნელ-ნელა რასაც აგროვებდი, იმას რაღაც პერიოდი დაიცდი და შეგიძლია მთლიანად მეორე ნაწილი გადაიხადო.
ანუ ჩვენ გვაქვს არჩევანი, ხო, ანუ დასკვნა რომ გავაკეთოთ, სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, როგორც შეგვიძლია ჩვენ კრუიზების შეძენა, ხო, ჩვენი ბონუს ქულების დაგროვილი და გაორმაგებული ქულების გამოყენება. ამ შემთხვევაში, როდესაც 9 თვით ადრე ვყიდულობთ კრუიზს, ხო, მინიმუმ 9 თვით ადრე, და როგორც გითხარით, ბაზაში 2 წლის კრუიზებია. ჩვენ შეგვიძლია შუალედში კიდევ მეორე კრუიზი შევიძინოთ. აქამდე ჩვენ არ ქონდა 2 კრუიზის ერთდროულად შეძენის უფლება. შეგვეძლო მხოლოდ ერთი კრუიზის შეძენა ჯერზე, ხო, ანუ დაბრუნდები, შემდეგ ახალი კრუიზი იყიდო. ახლა შეგვიძლია, როდესაც ამ კონვერტაციით ყიდულობთ, შეგვიძლია შუალედში კიდევ ერთი კრუიზის შეძენა 50-50-ზე, ხო, ანუ სტანდარტული სისტემით. უფრო ხშირად შევძლებთ, უფრო მოქნილი გახდა სისტემა, უფრო ხშირად შეგვიძლია შევიძინოთ კრუიზები, ასე რომ ნამდვილად ღირს აქ დაფიქრება, თუ რეალურად გინდათ, რომ იმოგზაუროთ კრუიზებით ხარისხიანად, მაშინ განიხილეთ აუცილებლად კლუბის წევრობა. რაც შეეხება ჩვენს ფინანსებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, ხო, რამდენად დაცულია ჩემი ფინანსები. საკრუიზო კლუბს აქვს ხელშეკრულება დადებული მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო კომპანიასთან, სატრასტო კომპანია Repaid, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაარსდა. და ის უზრუნველყოფს, ხო, დაარსებულია 2012 წლიდან, ის ազღვევს მხოლოდ მსხვილ ტურისტულ კომპანიებს, წვრილ ტურსაგენტოებს არ აქვთ ამის შესაძლებლობა. დაახლოებით წარმოდგენა რომ გქონდეთ, ინკრუზისი თვითონ იხდის ჩვენი დაზღვევის ფულს და დაახლოებით წელიწადში იხდის $850,000. ხო, იმ შემთხვევაში თუ საკრუიზო კლუბში ემთხვევა ფინანსური პრობლემები შეექმნება, ხო, დეფოლტს განიცდის, გაბანკროტდება, მოხდება სასწაული და ბაზარზე შეწყვეტს არსებობას, ყველა ჩვენი დაგროვილი თანხა 100%-ით გვიბრუნდება უკან. წარმოიდგინეთ რა მაგარია. ანუ იმის საშიშროება არ არსებობს, რომ ჩვენ აქ ფულს დავკარგავთ, გარანტირებულად ჩვენ მოგზაურობთ შეღავათიანად და გვაქვს იმის გარანტია, რომ ფულსაც არ დავკარგავთ, ხო? ანუ ჩვენ ყოველთვიურად უკაცრავად, როგორც კი ჩვენ შევიძენთ კრუიზს, ან ასევე გადავიხდით საწევროს, მომენტალურად მოგვდის Repay-დან იმეილი, რომ თქვენი თანხა გატარებულია ამ და ამ ნომრით და დაზღვეულია 5 წლით, ხო? იმ $100 იმ 5 წელიწადში ნამდვილად გამოიყენებთ და ასევე როგორც ჩვენი ფინანსებია დაცული და დაზღვეული, ასევე ჩვენი კრუიზებიც, ხო? მაგალითად ესეთი მოულოდნელი ცვლილებები, მაგალითად ახლა ომია, ადრე ისრაელში იყო, ანუ ხდება დაჯავშნილი კრუიზების გაუქმება, მარშრუტების შეცვლა, ასევე შეიძლება რომ რომელიღაც საკრუიზო ლაინერს, რომელზეც უკვე გაყიდულია ბილეთები, დაჭირდეს ტექნიკური შემოწმება ან ასე შემდეგ, ამ შემთხვევაშიც ჩვენი თანხები დაზღვეულია უკვე ჩვენი შეძენილი კრუიზები და თუ ვინიცობა გაუქმდა, ჩვენ არსად არ გვჭირდება წერილების წერა, რეკვა, ნერვიულობა იმაზე, რომ ეხა ფულს როგორ დავიბრუნებ, ვის უნდა მივმართო და ასე შემდეგ. ავტომატურად ამას ინკრუზისი აგვარებს ჩვენთვის და რამდენიმე დღეში თანხა უკან ისევ საკრუიზო ანაბარზე გიჯდებათ და შეგიძლიათ უკვე ეს თანხა გამოიყენოთ და ახალი კრუიზი შეიძინოთ. ამიტომ აქ ნამდვილად ნებისმიერი მომხმარებელი წევრის და ბიზნეს პარტნიორიც არის დაცული და დაზღვეული. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია თვითონ ინკრუზისის მიერ. ეხლა გადავალ ყველაზე საინტერესო. თუ კითხვები გაქვთ რამე წევრობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დასვათ, რომ მე არ დაგავიწყდეთ ან ჩაინიშნეთ. ყველაზე მთავარზე გადავალ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, თუ სადამდე უნდა ვაგროვოთ თანხა, ხო? კლუბში ვართ, ორი პასუხია ამაზე. პირველი, რომ კლუბში ვართ იქამდე, სადამდეც გვინდა, რომ ჩვენ ვისარგებლობთ ამ შეღავათებით და პრივილეგიებით. თუ მოგვინდება კლუბის წევრობის შეწყვეტა, არანაირი ჯარიმა არ არის, უბრალოდ შევწყვეტს ჩვენ ინვოისის გადახდას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ, როდესაც შევწყვეტს და გავაუქმოთ ჩვენს წევრობას, ჩვენი გაორმაგებული ქულები გვეკარგება.
ანუ თუ $1000 გვაქვს შეტანილი და $2000 გვაქვს სახარჯოთ, დაგვრჩება მხოლოდ 1000. ანუ ჩვენი შეტანილი თანხა დაგვრჩება ანგარიშზე და ის პრივილეგია აღარ გვექნება, რომ კრუიზები ვიყიდოთ 50-50-ზე, ხო? ანუ ამ შემთხვევაში უკვე 17% შეგვიძლია გადავიხადოთ ტურის საფასურის იმ თანხიდან, რაც ანგარიშზე დაგვრჩა ჩვენი შეტანილი და დანარჩენს ვამატებთ ჯიბიდან. ამიტომ თუ თქვენ ოდესმე მოგინდებათ, რომ გახვიდეთ, ანუ კლუბიდან, უმჯობესია რომ გამოიყენოთ და დახარჯოთ მთლიანად თქვენი ბონუს ქულები, შეიძინოთ კრუიზი და კრუიზის მერე უკვე შეგიძლიათ შეწყვიტოთ დაგროვება და ასე დაემშვიდობებით კლუბს, არანაირი ჯარიმა არ გექნებათ. მაგრამ ნებისმიერ დროს, როდესაც ისე მოგინდებათ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აღადგინოთ თქვენი ანაბარი და დაიწყოთ ისევ თავიდან დაგროვება. მაგრამ ყველაზე კარგი არის მეორე ვარიანტი. ეს არის პარტნიორული პროგრამის მეშვეობით განთავისუფლება ყოველთვიური საწევროს გადასახადისგან. ჩვენ გვაქვს ეს უპირატესობა ბიზნეს პარტნიორებს, ბიზნეს ლიცენზია შეგვიძლია შევიძინოთ $95, არ აქვს მნიშვნელობა რა პაკეტს აირჩევთ, დამატებით $95 ყიდულობთ ბიზნეს ლიცენზიას, რომელიც არის 6 თვიანი და ყოველ 6 თვეში ერთხელ აგრძელებთ ბიზნეს ლიცენზიას. გაქვთ უკვე თქვენი პირადი რეფერალური ბული, ანუ რეფერალური სისტემის მეშვეობით შეგიძლიათ სხვებს დაეხმაროთ ინფორმაციის მიღებაში, რომ ისინი გახდნენ კლუბის წევრები, მიაწოდოთ ინფორმაცია თუ რა სარგებელი ექნებათ თუ ისინი კლუბის მეშვეობით იმოგზაურებენ, როგორ შეძლებენ ისინი თანხის დაზოგვას და ასევე გამომუშავებას, ხო? ვინც ეძებს ასეთ შესაძლებლობას. და ამით შეგიძლიათ უკვე თანხის გამომუშავებაც, ხო? ჩვენ გვიტარდება ტრენინგებიც, ნებისმიერი სახის, ხო, როგორც მარკეტინგის განყოფილების მიერ, ასევე იურიდიული დეპარტამენტი გვიტარებს ტრენინგებს, რომ ჩვენ კანონები არ დავარღვიოთ, იმიტომ რომ კომპანია ამერიკულია, ამერიკაში არსებობს სპეციალური საზედამხედველო ორგანიზაცია, რომელიც ესეთ ონლაინ ბიზნესებს აკონტროლებს და ჩვენც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კომპანია ვართ, რომელიც კონტროლირდება, ხო, რომ ჩვენ რადგან ეს ონლაინ არის, რა თქმა უნდა, ხდება ძირითადად ბიზნესის წარმოება სოციქსელების მეშვეობით, ეს ყველაფერი მოწმდება, თვითონ ინკლუზივით აკონტროლებს ჩვენ სოციქსელებს და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ სხვები შევიყვანოთ შეცდომაში, ხო? ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ეკოლოგიურად, ანუ ამ ყველაფერს გვასწავლიან, თუ რა წესებია, რა პირობებია, რა უნდა დავიცვათ, როგორ განვითარდეთ და განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი. გვიტარდება ასევე ტრენინგები საკრუიზო ინდუსტრიაზე თვეში 2-ჯერ. თვეში ერთხელ ხვდებით კომპანიის პრეზიდენტს და ხდება წინა თვის შედეგების შეჯამება და სიახლეები. გაცნობა, ანუ პირადადაც შეგიძლიათ დამფუძნებელთან საუბარი, ხო, ასე რომ ყველა მხრიდან თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ტრენინგების და ვებინარების სახით, რომ გახდეთ პროფესიონალები ამ სფეროში, ხო, როგორც მარკეტინგის, ასევე ზოგადად საკრუიზო ინდუსტრიის ექსპერტები, იმიტომ რომ სწავლობთ ყველაფერს აბსოლუტურად, რაც აქამდე თქვენთვის უცნობი იყო, ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობი და ახლო ხდება, უკვე შეგიძლიათ შედარება საკრუიზო ხაზების, ვის რა სერვისი აქვს, ვის რა უპირატესობა აქვს, როგორ შეთავაზოთ მომხმარებელს, მისთვის საჭირო და საინტერესო საკრუიზო კომპანია, ან ასევე ხო, ანუ აბსოლუტურად ყველანაირად გეძლევა თქვენ იმის საშუალება, რომ აქ განვითარდეთ და გაიზარდოთ, განავითაროთ თქვენი ბიზნესი. და არა მარტო ბიზნესი, ხო, ანუ აქ არის ორი შესაძლებლობა ასევე. ყველაზე მთავარი განთავისუფლდეთ ყოველთვიური დაგროვებისგან, ხო? თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ უბრალოდ უფასო კლუბის წევრობის სტატუსი მიიღოთ და იმოგზაუროთ 50%-იანი ფასდაკლებით, ან ანუ 50-50-ზე, ხო, ანუ იმ პირველ ნახევარს უკვე თქვენ კლუბი დაგიგროვებთ ყოველთვიურად $200 და მხოლოდ მეორე ნახევარს დაამატებთ, ან შეგიძლიათ მთლიანად უფასოდ იმოგზაუროთ იმ კონვერტაციის მეშვეობით, ხო, 9 თვეში ერთხელ დაგიგროვებთ კლუბი თანხას ყოველთვიურად $200 და შემდეგ ნახოთ, მაგალითად 9-10-12 თვით ადრე კრუიზი შეიძინოთ კონვერტაციის მეშვეობით და რეალურად გამოგდით წელიწადში ერთი კრუიზი სრულიად უფასოდ, ხო? ან ხო, გაჩნია რა ეღირება ხო იმ სისტემას.
სისტემა თვითონ გეტყვით საკმარისი გაქვთ თუ არა კონვერტაციისთვის იმ კრუიზისთვის თანხა. იმისთვის რომ ჩვენ გავხდეთ კლუბის წევრები, ჩვენ რეკომენდაციის სისტემით ხო შეგვიძლია სხვებსაც დავეხმაროთ გახდნენ კლუბის წევრები, როდესაც ჩვენი რეკომენდაციით 2 ან 5 ადამიანი გახდება ჩვენი კლუბის წევრი, ჩვენი მეშვეობით, ჩვენ კლუბი გვანთავისუფლებს ამ ყოველთვიური დაგროვებისგან და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბონუსი ბიზნეს პარტნიორებისთვის, ეს არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ უკვე ჩვენ აღარ ვაგროვოთ ჩვენი ჯიბიდან სამოგზაურო თანხა. ამას დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი კომპანია არ გთავაზობთ განთავისუფლებას ყოველთვიური საწევროსგან ან სავალდებულო გადასახადისგან. ჩვენ ვართ ერთადერთი, ვისაც აქვს ეს შესაძლებლობა და ამას ვიყენებთ ისევ მოგზაურობაზე. 2 ან 5 რატომ? 2 პრემიუმ პაკეტის, ხო, იმისთვის, რომ ჩვენ განთავისუფლდეთ საწევროს გადასახადისგან, ყოველთვიურად ჩვენ უნდა გქონდეს კომპანიაში $500 ბრუნვა. ეს ბრუნვა წარმოიქმნება როგორც ახალი აქტივაციები და მაგალითად $200 გახსნა ვიღაცა მანაბარი ან $500, ეს უკვე არის ჩვენი ბრუნვა და ასევე ვინც უკვე მოქმედი, ანუ წევრია და ყოველთვიურად აგროვებს $100 ან $250, ესეც ჩვენი ბრუნვა. ანუ ჯამში ყოველთვიური გადახდები და ახალი აქტივაციები ჯამში, როდესაც გვაძლევს $500 ბრუნვას, ჩვენ იმ თვეში, ანუ მომდევნო თვეში აღარ ვიხდით ჩვენ საწევროს, ხო? ანუ როდესაც ეს სისტემატიურად არის $500 მინიმუმ, ხო, სისტემატიურად უკვე მოგზაურობთ კლუბის ხარჯზე და ეს არის წელიწადში $2400 საჩუქრად. არიან ადამიანები, რატო ვთქვი, რომ 2 ვარიანტია, არიან ადამიანები, ვინც უბრალოდ უფასო წევრობით კმაყოფილდებიან, ხო? უბრალოდ თვითონ აღარ აგროვებენ, კლუბი უგროვებთ, ან 50%-იანი ფასდაკლებით მიდიან, ან კონვერტაციის მეშვეობით შეუძლიათ ერთჯერ იყიდონ, ну, რამდენჯერაც ეყოფათ, ხო? იყიდონ კონვერტაციით კრუიზები. მაგრამ ყველაზე მთავარი კიდევ არის ის, რომ შეგიძლია არ გაჩერდე და დაიწყო გააგრძელო გუნდის გაზრდა და დაიწყო გამომუშავება. ეს გაძლევს შესაძლებლობას, რომ არ იყო ვიღაცაზე დამოკიდებული, კონდეს შენი პასიური შემოსავალი, ხო, არ იმუშავო ვიღაცაზე და განავითარო შენი ბიზნესი. იმუშავებ საიდანაც გინდა, როცა გინდა. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ერთ მისამართზე მიძაჭული, მთავარია გქონდეთ თქვენ ტელეფონი, კომპიუტერი ან ტელეფონი ან კომპიუტერი, ორივე თუ უკეთესი, რა თქმა უნდა, და ინტერნეტი, ხო? ანუ ნებისმიერი წერტილიდან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან შეგიძლიათ იმუშაოთ. საიტი 17 ენაზეა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ ადამიანს დაუკავშირდეთ და მის სასურველ ენაზე გაუგზავნოთ რეფერალური ბმული მთელი ინფორმაციით კლუბის შესახებ და აი ესე გახსნა თქვენი ფილიალები, მოძებნოთ მომხმარებლები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და აქედან დაიწყოთ უკვე გამომუშავებაც, ხო? 5 ფულადი ბონუსი გვაქვს. პირველივე დღიდან, როგორც კი თქვენ ვიღაცას გაუწევთ რეკომენდაციას და ის გახდება კლუბის წევრი, უკვე იწყებთ გამომუშავებას $20-დან $150-მდე, ხო? ანუ რაც უფრო მეტ ადამიანს მოიწვევთ, პაკეტის მიხედვითაც, ხო? უფრო მაღალია ბონუსები, შემდეგ გაქვთ ყოველკვირეული ბონუსი, გაქვთ პასიური შემოსავალი განმეორებადი, ანუ ერთხელ გაკეთებული საქმით, რომ ყოველთვიურად ფული გერიცხებათ, მაშინაც კი როცა გძინავთ, გვაქვს ფუნდამენტის ბონუსიც. ეხლა ეს ზოგადი ინფორმაცია თქვენთვის, ვისაც რეალურად გაინტერესებთ, თუ რა ბონუსებია კონკრეტულად როგორ გამომუშავდება და რამდენი, ამაზე შეგვიძლია მოგწერეთ და შეგვიძლია პირადად ცალკე ჩავნიშნოთ შეხვედრა და გავიაროთ, ხო? ამის სწავლებაც, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენ გუნდში. ხო, თუ თქვენთვის ეს საინტერესოა, რომ დაიწყოთ გამომუშავება, რეალურად აქ საკმაოდ მაღალი შემოსავალზე შეგიძლია გახვიდეთ. იმის და მიუხედავად, თუ რა გამოცდილება გაქვთ, რა ცოდნა გაქვთ, მთავარია გქონდეთ მიზანი და იმოქმედოთ, ხო? ყველაზე მთავარი აქ არის ყოველთვიური შემოსავალი, ხო? იმისთვის რომ გავიდეთ ჩვენ ყოველთვიურ შემოსავალზე, უნდა გყავდეს მინიმუმ კლასიკს თუ განვიხილავთ, ხო, $100-იან პაკეტს, მინიმუმ 30 ადამიანი გუნდში. და ეს 30 ადამიანი არ გჭირდება ჩვენ მოვიწვიოთ პირადად, ხო, მაგალითად თქვენ გყავთ 5-6 ადამიანი პირადად მოწვეული. აი ამ 5-6 ადამიანიდან 2 ასევე
დაინტერესდა პარტნიორული პროგრამით, ხო, მათაც დაიწყეს რეკომენდაციების გაცემა, მოიწვიეს თავიანთი მეგობრები, ახლობლები, თანამშრომლები და ასე შემდეგ. უცხო ადამიანები სოციქსელებიდან, ცივი აუდიტორია, ასე ვთქვათ, და მთლიანობაში ჯამში თქვენს მერე ვინც კი შემოვა გუნდში, თქვენი პარტნიორები იქნებიან თუ მათი მოწვეული ადამიანები, მთლიანად წარმოადგენენ თქვენი გუნდის ბრუნვას, ქმნიან ბრუნვას და როდესაც $3,000 ბრუნვა არის უკვე თქვენს მთლიან გუნდში, გადიხართ უკვე პირველ რანგზე თქვენ გაქვთ, სხვა შორის აპრილის აქცია, ვინც ამ თვეში პირველად გავა რანგზე, მარკეტინგის რანგზე, მას დამატებით $200 ბონუსი ერიცხება და თუ შეინარჩუნებს შემდეგ თვეშიც რანგს, კიდევ დამატებით $200 საჩუქრად დაერიცხება იმ ბონუსებზე, რასაც ის ისედაც გამოიმუშავებს. ანუ პირველ რანგზე შემოსავალი დაახლოებით ყოველთვიურად არის $500-600. აქ არის განხილული 2 ბონუსი, იმ 5 ბონუსი და რაც გაჩვენეთ და პლუს უკვე პირველი რანგიდან თქვენ უკვე იწყებთ სრულიად უფასოდ მოგზაურობას, ხო? კონვერტაციის გარეშე ღირს კრუიზი $2,000 გაქვთ 2,000 ბონუს ქულა, თქვენ მთლიანად 100%-ით ყიდულობთ იმ კრუიზ ბონუს ქულები და ასე შეგიძლიათ სრულიად უფასოდ იმოგზაუროთ კრუიზებით ოჯახთან ერთად, საყვარელ ადამიანებთან ერთად კლუბის ხარჯზე. პლუს გაქვთ უკვე პირველ ეტაპზე, შეიძლება ვიღაცისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იყოს, შეიძლება ვიღაცისთვის ეს ძირითადი შემოსავლის წყარო გახდეს, ხო? $600 არ არის ცუდი საქართველოს პირობებისთვის, მაგალითად. ამერიკაში ეს მართლა დამატებითი შემოსავალია, მაგრამ ხო საქართველოსთვის თუნდაც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაშიც არ არის ისეთი მაღალი შემოსავლები, ხო? იდეალურია, როდესაც პირველი რანგი მაინც გაქვს. შემდეგ ზოგი უფასო წევრობაზე ჩერდება, ხო, 5-6 ადამიანის რეკომენდაციაზე, ზოგი შეიძლება მარკეტინგზე გაჩერდეს, მაგრამ აქ რეალურად იმის თქმა მინდა, რომ აქ ვერ გაჩერდები. იმიტომ რომ შეიძლება თქვენ არ გქონდეთ იმის ამბიცია, რომ რაღაც მაღალ შემოსავლებზე გახვიდეთ, არ ვიცი აქ თქვენ რამდენად ამბიციურები ხართ, აი ეგ ხედავთ ყოველთვიურ შემოსავალს. ეს რაზეც შეგიძლიათ, რანგების მიხედვით, აი ესეთ შემოსავლებზე შეგიძლიათ გახვიდეთ ყოველთვიურად, როდესაც სუფთა ხელფასის სახით ყოველთვიური შემოსავალი გექნებათ 5-10, ეს არის მხოლოდ 2 ბონუსი, კიდევ ვიმეორებ, დამატებით აი ეს სხვადასხვა ბონუსებია, რაც შეიძლება კიდევ დაგემატოთ, როდესაც რანგზე გადიხართ, ხო, ეს 5 ბონუსი ერთდროულად შეგიძლიათ გამოიმუშაოთ. იმიტომ აქ მხოლოდ 2 ბონუსია, დამატებით უკვე აღარ არის აქ განხილული. წარმოიდგინეთ, რომ ხართ საქართველოში და ყოველთვიურად 250 კაციან გუნდზე გაქვთ $5-7,000 სუფთა შემოსავალი თქვენი გუნდიდან, ხო? ჩვენ არ ვყიდით კრუიზებს, არ როგორც ტურაგენტებს, ხო? პროცენტებს არ ვიღებთ გაყიდვებიდან, ჩვენი შემოსავალი არის კლუბის წევრების რაოდენობაზე. რაც უფრო მეტი კლუბის წევრი იქნება და რაც უფრო მეტი ადამიანი ჩვენი დახმარებით და ჩვენი გუნდის დახმარებით დაიწყებს მოგზაურობა შეღავათიანად გახდება კლუბის წევრი, ხო, უფრო მეტის გამომუშავება შეგვიძლია. ეს რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი დამსვენებელი იქნება, ხო, რაც უფრო მეტი კლუბის წევრი იქნება, უფრო მაღალი და უფრო კარგი ფასდაკლებები გვაქვს საკრუიზო ხაზებისგან, იმიტომ რომ როგორც თავში თქვი, რაც მეტი სტაბილური კლიენტი ეყოლება საკრუიზო ხაზებს, უფრო მომგებიანი იქნება მათთვის და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ უკვე მე თავში ვთქვი, რომ 2018 წლიდან ვარ აქ, საკმაოდ დიდი ხანია კლუბში ვარ, ძალიან ბევრი ცვლილებები გამოვიარეთ და გაუმჯობესებები, ძალიან ბევრი ადამიანი დაგვემატა აი ამ პერიოდში კლუბში, თავიდან თუ 5,000 კაცზე რო გავედით და ძალიან გვიხაროდა, აუღნიშნეთ რომ უკვე კლუბში 5,000 წევრი იყო. ჩვენ დღეს უკვე ვითვლით 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს, ხო? და ის ფასდაკლებებიც, ხო? აი ამ წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაუმჯობესდა შემოთავაზებები საკრუიზო ხაზებისგან, უფრო და უფრო მეტი ფასდაკლებები და რაღაც დამატებით შეღავათები გვაქვს, რაც ტურსააგენტოებს არ აქვთ. და ამიტომ ხო, რაც მეტი ვიქნებით, უფრო მეტი სარგებელი გვექნება ჩვენს და შესაბამისად საკრუიზო ხაზებსაც.
ამიტომ აქ არაფერი ალოგიკური არ არის და ბევრი ხანდახან იწყებს ხოლმე ძიებას, რომ სად არის ძაღლის თავი დამარხული და ასე შემდეგ, არანაირი ძაღლის თავი არ არის, უბრალოდ ეს არის სწორი მარკეტინგული გათვლა. ისევე როგორც ნებისმიერ ბიზნესს ჭირდება რეკლამა, ისევე როგორც ნებისმიერ ბიზნესს ჭირდება სტაბილური კლიენტი, რომ განვითარდეს და გაიზარდოს. ასევე ხო, ჩვენც მუშაობთ აი ამ პრინციპით. ხო, უბრალოდ ჩვენ მუშაობთ ონლაინ, უფრო კომფორტულად. არ ვართ მიჯაჭული ერთ მისამართზე, დილით არ ვდგებით და დილიდან საღამომდე ვიღაცაზე არ მუშაობთ, რომ მერე თვის ბოლოს ხელფასი დაგვირიცხოს და ეს გამოზომილი იყოს და ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში ის ხელფასი ისე არ იზრდება, როგორც ჩვენ გვინდა, არანაირი გარანტია არ გვაქვს, ხო, რამდენი ხანი დაგტოვებენ ჩვენი თანამდებობაზე იქნება, ხო, ანუ იმ ადგილას ან არ გაგვიშვებენ. მერე პრობლემატურია, როდესაც სხვაზე მუშაობ, შვებულების აღება და ასე შემდეგ, ხო, ანუ ყველამ კარგად ვიცით. ყველას გამოვლილი გვაქვს და ბევრი გადის კიდევ ამ პროცესს, ხო, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე უკვე აღარ ვარ არავის დამოკიდებული და მინდა რომ აი ეს ყველასთვის შესაძლებელი იყოს, ანუ ყველა შეუძლია, უბრალოდ მინდა რომ ყველამ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. და ხო, გავიდნენ იმ შემოსავლებზე, რაც აქ არის. უბრალოდ თანხებსაც რომ ამოთხოვნე შოქში ვარდებიან, ეხლაც კიდე ერთი ჩვენი ბიზნეს პარტნიორი, ანუ დიდი ხანია ის ქალბატონიც აქ არის და გავიდა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რანგზე, სადაც ყოველთვიურად დაახლოებით $400,000 აქვს შემოსავალი. ასეთი ადამიანი უკვე 5 ყავს კომპანიაში, სულ რაღაც 10 წელია. კომპანია არსებობს, ყავს 40-ზე მეტი მილიონერი და თუ გადახედავთ სხვა ნებისმიერ ასეთ ონლაინ კომპანიებს და რომლებიც ასევე ანუ 20-30 წელია ბაზარზე არსებობენ, იმათ არ ყავთ ამდენი მილიონერი, რამდენი ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე მარტივი გამომუშავების სისტემა. კლასიკური მოდელი და ყველაზე ანუ თუ ერკვევით, ხო, ანუ ვისაც გაქვთ გამოცდილება ან რაღაც ინფორმაცია გაქვთ, ნებისმიერ კომპანიას აქვს ხო ეს სავალდებულო, ეს ონლაინ ბიზნესები, რომელიც არის Excel-ურ სისტემით, ვინც მუშაობს, ყველას აქვს სავალდებულო ყოველთვიური შესყიდვის ვალდებულება, ხო, იქ ძირითადად ეს არის კოსმეტიკა თუ დანამატებია თუ ასე შემდეგ, ხო, სარიცხი საშუალებები და საოჯახო რაღაც ნივთები უნდა შეისყიდო და მე ეს ყველაფერი უნდა გაყიდო, ხო? ეს სახში საწყობი უნდა გქონდეს, ერთ მისამართზე ხარ მიჯაჭული. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ არ ვყიდით არაფერს, იმას თანხას სავალდებულო რაც არის ყოველთვიური, რასაც ვაგროვებთ, ვიყენებთ ისევ ჩვენ, ხო? ანუ არ გვაქვს იმის საშიშროება, რომ აი ამას რო ვიყიდი, გავყიდი თუ არა, გამეყიდება, დამიგროვდება, ამიტომ ძალიან ბევრი ვალებში ვარდება და აქედან გამომდინარეც არის ხოლმე, ხო, რომ ანუ ონლაინ ბიზნესზე ცუდი წარმოდგენა აქვს ხალხს, რატომაც გონიათ, რომ ბიზნეს ლიცენზიას იყიდი და ეგრევე გამდიდრდები. არა, აქაც რეალურად ისეთივე სამუშაოა, როგორც ნებისმიერი ტრადიციული ბიზნესის განვითარებისას, ხო? ანუ მაღაზიას რო გახსნი, რა თქმა უნდა, იმ მაღაზიას ჭირდება რეკლამა, ხო? შენს მაღაზიაზე თუ არავინ არაფერი არ გაიგო, ინფორმაცია არ აქვს, რა თქმა უნდა, მომხმარებელიც არ გეყოლება. აქაც იგივენაირად ჩვენ გვაქვს პროდუქტი და თუ ჩვენ ამაზე არ ვისაუბრეთ და ხალხს არ გავაგებინეთ, არ მივაწოდეთ ინფორმაცია, შესაბამისად არაფერი არ გამოგვივა, ხო? არც აქ და არც ტრადიციულ ბიზნესში, რომელსაც უფრო ურისკო გონია, მაგრამ ტრადიციული ბიზნესი უფრო რისკიანია, მაღალი რისკიანი, იმიტომ რომ იქ ჭირდება ძალიან დიდი თანხები, ინვესტიცია, არ გაგარანტია ეს შენი ბიზნესი იმუშავებს თუ არა და რამხელა ვალი დაგრჩება შემდეგ იმ სესხის დასაფარად, ხო? ჩვენ შემთხვევაში $95 იწყებთ ბიზნეს, დღეში 50 ცენტად წარმოიდგინეთ, იწყებთ ბიზნეს და ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, რაც ტრადიციულ ბიზნესში უნდა გააკეთოთ, იგივე საკეთებთ აქაც, აკეთებთ რეკლამას, ანუ ხართ მარკეტინგით დაკავებული, რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მოიზიდოთ და აქედან გამომდინარე შეგიძლიათ აი ესეთ მაღალ შემოსავლებზე გახვიდეთ, გაზარდოთ გუნდის წევრების რაოდენობა, 500 კაციან გუნდზე გაქვთ $10-15,000 მინიმუმ ყოველთვიურად.
ეხლა შეგიძლიათ დაისახოთ მიზნად, რომ აი მინდა $10,000 მქონდეს ყოველთვე, ან მინდა 25-30,000 მქონდეს ყოველთვიურად, ხო? ამ შემთხვევაში უკვე ვიცით, რომ ჩვენ 1000 კაციანი გუნდი უნდა გავზარდოთ და უკვე მუშაობთ იმაზე, რომ აქ არის გუნდური სამუშაო, მუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი ბიზნეს პარტნიორებს ასევე დავეხმაროთ გაზრდაში. აი ეს აუცილებელია, ხო, რომ ჩვენ ვისწავლოთ, რომ ვასწავლოთ ჩვენ ბიზნეს პარტნიორებს, რომ მათ თავიანთ ბიზნეს პარტნიორებს ასწავლონ. ეს არის დუბლიცირებადი მოდელი, არ გჭირდება რაღაც ახლის გამოგონება. ხო, მთავარია, რომ ჩვენ გავერკვიოთ ამ ყველაფერში, გავარკვიოთ ჩვენი ბიზნეს პარტნიორები, დავეხმაროთ მათ, რომ მათი წარმატება აისახება ჩვენს წარმატებაზეც. ამიტომ ჩვენ ყველა ვართ დაინტერესებული ერთმანეთის განვითარებაში და გაზრდაში. რაც უფრო მეტი წარმატებული გუნდის ლიდერი გვეყოლება, ბიზნეს პარტნიორი გვეყოლება მთლიან გუნდში, უფრო წარმატებული ვიქნებით ჩვენც. ამიტომ ხო ყველას გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას, ყველას გისურვებთ რომ გქონდეთ ის შესაძლებლობა აისრულოთ ყველა თქვენი ოცნება, გქონდეთ ისეთი ცხოვრება, როგორზეც ოცნებობთ, არ მგონია რომ არსებობდეს ისეთი ადამიანი, ვისაც არ უნდა კომფორტული ფინანსურად, ну, თავისუფალი ცხოვრება. ხო, რომ წავიდეს იქ, სადაც უნდა, გააკეთოს ის, რაც უნდა, იყიდოს ის, რაც უნდა და ასე შემდეგ, ხო? კონდეს ის სახლი, ის ოცნების სახლი იქნება თუ მანქანა და ასე შემდეგ. ამიტომ აქ ეს შესაძლებლობა არის, ბევრია რომ ატარებს ამ ინფორმაციას, არ ერკვევა კიდევ კარგად და რჩება მიღმა, ხო? და ის ადამიანები, ვინც ამაში გაერკვევიან და ჩაიბღაუჭებიან, რეალურად ცვლიან თავიანთ ცხოვრებას და ამის მაგალითი ძალიან ბევრი გვაქვს. სოციალებში შეგიძლიათ თავისუფლად ნახოთ, Instagram-ზე, გინდათ Facebook-ზე, #incruzesi ჩაწერეთ და ნახავთ რამდენი ადამიანია, რამდენი პოსტია incruzes-და და რამდენი ადამიანი მოგზაურობს და გამოიმუშავებს ასევე incruzes-ში და რამდენმა ადამიანმა შეცვალა თავის ცხოვრება და რატომ არ უნდა ვიყოთ ჩვენც, ხო? არავიზე ნაკლები არ ვართ, არავიზე ნაკლები ამბიცია და ოცნებები არ გვაქვს, უბრალოდ ჩვენც არანაკლებ უნდა მოვინდომოთ, რომ რაღაც შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში. სულ ეს არის. კითხვები თუ გაქვთ,